დღემშვიდობისა მოგესალმებით. პირველის ნახევარი შესრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა დღე პირველ არხზე კეთი კეკელიასთან და დავით არჩიასთან ერთად. დღემშვიდობისა და თო ერთპირიანი პაუზის შემდეგ მე და დათო გიბრუნდებით, უბრუნდებით ჩვენს მონატრებულ მაყურებელს, ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რა თქმა უნდა, საინტერესო თემებითა და სტუმრებით და უახლოესი საათნახევრის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით, ასე რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით. და პირველი ძალიან საინტერესო თემა, საუბრობთ წიგნზე, რომელიც 4 ქართველი ალპინისტის შესახებ გვიამბობს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით მათი ბიოგრაფია, მაგრამ არის ალბათ წვრილ-წვრილი დეტალები, ნიუანსები, მათი ემოციები, განცდები, რომელზეც ჩვენ ალბათ არც გვსმენია დღემდე, ასე რომ წიგნი სწორედ ამის შესახებ გვიამბობს. ალექსანდრა ჯაფარიძე, მიხეილ ხერგიანი, გურამ თიკანაძე და არჩილ ბადრიაშვილი. წიგნის პრეზენტაცია უკვე შედგა გაზაფხულს 2026 წლის გაზაფხულზე პარიზში და რიგით მე პარიზში შედგა ოღონდ წიგნის ბაზრობის პარკლებში. და რაც შეეხება საქართველოში პრეზენტაციას, ის უკვე მოგვიანებით შედგება სვანეთში. ასე ხდება მოკლედ ეს ამბები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, კინოსტუდია ქართველი ფილმის დირექტორი ხათონ ახუნდაძე და ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე. დღემშვიდობისა მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის და ვიხარია რომ ამ საინტერესო თემაზე ვიწყებთ საუბარს. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ საუბარი იდეით. იდეა ყველაზე მთავარი, ხო, საიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ მსგავსი წიგნი შექმნილიყო და რა თქმა უნდა თქვენი ტანდემი, როგორ შედგა ის? იცით რა, იდეის გაჩენა არ არის პრობლემა, თან ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა. განხორციელება უპროტულია, ხო? და იცით რა, ის სწორად დავიწყეთ ეს გადაცემა, იმიტომ რომ იდეები დაფრინავენ და თუ მას არ აქვს შესაბამისი ხელშეწყობა, იქნება ეს ფინანსური, იქნება ეს მატერიალური რაღაცა სხვანაირად. მაგრამ სწორმა ადამიანებმა უნდა დაიჭირონ და სწორი ადამიანების ხელში უნდა მოხდეს ეს იდეა, ხო? თქვენის ნებართვით მადლობით დავიწყებ, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი სიტყვაა და ყველაზე ხშირად გვავიწყდება ხოლმე და აი მოდით რო არ დამავიწყდეს, იმიტომ რომ პირველად ეს იდეა რო დაიბადა, მივმართე საქართველოს ფოსტას. და ეს მთელი ამბავია, საქართველოს ფოსტა, ეკონომიკის სამინისტრო და ორივე იმ წამსვე წამოვიდა ამ იდეის განსახორციელებლად და 1000 მადლობა მინდა უთხრა ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას აი ამ ხელშეწყობისთვის. და პრეზენტაცია იყო მესტის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალზე, იმიტომ რომ საიუბილეოდ მიუძღვენით ალპინიზმის თემას და ჩვენი ფესტივალის 5 წლის იუბილეს, აი ეს საფოსტო მარკები და იმავე წელს დაიბადა იდეა და შემოთავაზება, რომ ქართულ ალპინიზმზე ძალიან ცოტა წიგნია დაწერილი და ხომ არ გეგულებათო რამე წიგნიო, იმიტომ რომ გჭირდებაო პარიზისთვის წიგნებიო და აი მაშინ დაიბადა იდეა, რომ მოდით გავაკეთოთ ამ 4 ალპინისტზე. იმიტომ რომ თავისთავად ესენი არიან ძალიან დიდი ფიგურები, როგორც ქართული სპორტისთვის, ასევე მსოფლიო სპორტისთვის და ამის არ გამოყენება და არ გაკეთება წიგნად არ შეიძლებოდა. თან თავისთავად რომ მარკა გამოვიდა ალპინისტების, ესეც უნიკალური შემთხვევაა და აი ესე დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა და ბატონ ვანოს ვთხოვე მასალა, გამომიგზავნა უზღვავი, ნაბეჭდი, ნაწერი და იცით რო შევედი ამ სამყაროში აი ჯერ ხო ვისი ამოვნე და დავიკარგე, იმიტომ რომ აი ყველაფერი ფანტასტიკური, ვერცეთ სიტყვას ვერ დავტოვებდი და ვთქვი რომ ბატონო მეთქი თუ თქვენთვის მისაღებია ისეთ პატარა ადამიანთან ალპინიზმში, კიდევ უფრო პატარასთან როგორიც მე ვარ, თანავტორობა მე ძალიან გამიხარდება თქო და აი ესე დავიწყე და გავაგრძელეთ და ის უნიკალური მასალა რომელიც ბატონ ვანოს ჰქონდა შეგროვილი, ბუნებრივია გამოვიყენეთ ის ფოტოები, რა თქმა უნდა ოჯახებთან შეთანხმებით ყველასთან, იმიტომ რომ ის ნიუანსები, ის პატარა დეტალები, რა თქმა უნდა იციან ოჯახებმა და თქვენ ლამაზად თქვით რომ ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ ამ ალპინისტებს, მაგრამ არჩილ ბადრიაშვილი ყველაზე ახალგაზრდა წავიდა, უბრალოდ ახლახანს წავიდა და არჩილს უფრო იცნობენ მსოფლიო ალპინიზმში და დანარჩენები უკვე სხვა თაობაა და ნელ-ნელა მიდის უკან. ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ისინი იმდენად დიდები იყვნენ, რომ მათი სახელი ყოველთვის უნდა იყოს, ყოველთვის უნდა არსებობდეს და აი ზუსტად ამას ემსახურება აი ეს წიგნი. თან იცით რა არის მნიშვნელოვანი, რომ არის სამ ენაზე, ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად. საფრანგეთი ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანაა და იქ დაიბადა სიტყვა, ხო, ალპინიზმი და ალპები და ასე შემდეგ და კარგია რომ ფრანგულადაც არის, იმიტომ რომ მიხეილ ხერგიანს და აი ყველას ამათ აი საფრანგეთთან ქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა და რა საოცრებები აქვთ იქ ჩადენილი, ამას ყველაფერს აიკითხავთ და ნუ ემოციურადაც ჩემთვის ეს წიგნი არის, აი რო ვწერდი, ვტიროდი, იმიტომ რომ აი საოცარი კვალი დატოვეს ამ ადამიანებმა, საოცარად ტრაგიკული იყო ყველას ცხოვრება. ალექსანდრას გარდა ყველა წავიდა ძალიან ახალგაზრდა. ერთი ასაკის 32, 33, 34-ის იყო არჩილი. 27 წლის კაცო გურამ თიკანაძე 31-ის. 31-ის. ყოველი მაინც რომელი ფრაგმენტი იყო, აი თქვენ რომელს მოიგონებთ. იცით რა, ნუ ყველაზე მეტირება. აი რა გითხრათ, აი
ნუ ალექსანდრას ვერ იტირებ, იმიტომ რომ თუ არა მისი ძმების ეს ტრაგიკული ამბავი ძალიან ალექსანდრას ახლა მაინც იცოცხლა ნუ 80 წელს ვერ მიაღწია, მაგრამ 83 მივიდა. მაგრამ მისი ცხოვრება ტრაგიკული იყო. იმიტომ რომ ერთი ძმა ეს იყო პირველი მსხვერპლი კავკასიონზე სიმონი, შემდეგ 45 წელს ალიოშა დაიღუპა რაღაცა და ესე იგი თან გლოვაიცოდენ ისეთი რომ შავი არ გაუხდია. აი 1929 წლიდან როცა სიმონი დაიღუპა, მის მერე მას შავი არ გაუხდია, მთელი ცხოვრება შავებში გაატარა. და რასაკვირველია ახლა ყოველდღიური ცხოვრება და ის კი არა მეც ახლა მე მიშვილა და მე რომ მივდიოდი სადმე ყოველთვის ტელეფონს უტოვებდი სადაც ვიყავი. იმიტომ რომ სანამ არ მივიდოდი დილის 5 საათზე რომ მისულიყავი მაინც არ იძინებდა ფეხზე იდგა. აი ეს დამოკიდებულება ეს ტრაგიკული მომენტია ეს თავისთავად რომ სულ ელოდები რაღაცას ცუდს და აი ეს დამოკიდებულება ქონდა იმ ძმებიდან გამომდინარე. ხო და მე ახლა რახან ჩამოვართი რაღაცნაირად არა მე მინდოდა გადმოვეცა სიტყვა ხათუნას მე მაინც მინდა პირველ რიგში ხათუნას ვთქვა დიდი მადლობა იმისათვის ახლა ზეღანაც ვახსენე რომ აი მართლა იდეების გენერატორია და რა არ მოსდის თავში და თან რა არის რომ მას შეუძლია მოკიდოს საქმის ხელი და მიიყვანოს ბოლომდე ეს არის არაჩვეულებრივი თვისება ადამიანის საერთოდ გადათ ვამბობ და მით უმეტეს ახლა აი ეს როცა ძალიან ბევრი სამწუხარო და არის ხოლმე ესე არის ის საკითხი არ ესმის რა მაინც ლაპარაკობს მაინც თავისას ხო და ახლა მთელი ცხოვრება სულ მაგას დავწერე წიგში ჟურნალებში გაზეთებში Facebook-ზე დავდე რაღაცა რომ აი არის ერთი ის ახლა ამას არ ეხება თქვა მაგრამ მაინც მინდა რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს პირველ არხს და ამ საზოგადოებრივ მოუწყებას და მინდა ვთქვა ახლა იოსებ ნონეშვილის ლექსი რომელიც ჰიტად არის ქცეული ახლა სიმღერად იქცა ექსახე მყინვართა სარკეში მინახავს ალიხარ ქალიხარ მითხარი ვინახარ რაღაც ხო და სადაც კი არის მაკერა ის რა სადროდის ეს გადაცემა გასო არ შეიძლება უნდა შეამოწმო საერთოდ როცა რაღაცას წერს და ხათუნას ეგ აქვს სწორედ თვისება რაც არის ის არ შეიძლება ან ბუძებნის და ინფორმაცია ყველა ამას ვიღაცამ ერთხელ დაწერა რომ ესე იგი ეს ლექსი იოსებ ნონეშვილმა მიუძღვნა ალექსანდრა ჯაფარიძეს ახლა ეს სატრფიალო ლირიკათაც შეიძლება ჩავთვალოთ ეს ლექსი და ახლა ალექსანდრას შვილად ეკუთვნოდა იოსებ ნონეშვილი და არ არის ეგ სწორი დავწერე ბევრჯერ რომ ეს ლექსი დაწერილია 1953 წელს და მეორე ქალი რომელიც საქართველოში იყო ერთი ალექსანდრა იყო ჯერ ოსტატი და შემდეგ სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა ახლა მას დიდი წოდება სპორტში არ იყო და მეორე იყო მარინე უთველიძე რომელიც ასევე მსოფლიო მოვლენაა იმიტომ რომ პირველი ქალი ვინც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი გააკეთა ტრავერსი ძირს დაუშვებლად მწვერვალი და მწვერვალზე გადასვლა ეს იყო მარინე უთველიძე და ამისთვის მიიღო სწორედ ოსტატის წოდება და ამას უძღვნა ეს ლექსი ნონეშვილმა. ხო და ახლა მეწოდება ხოლმე მარინეს რომ და დავწერე არ უნდა ალექსანდრას სხვა წოდებების მიწოდება რაც აქვს ისიც არ მარისია ეს ყველა არის აქ ამ წიგნის დეტალები და ეს აი რატომ არის აუცილებელი მსგავსი წიგნი რომ ჩვენ ყველაფერი ვიცოდეთ მე მომწერა რა გინდა უკაცო შენიანზე ამბობენ ჩემიანზე კი არის მაგრამ როცა ისტორია ყალიბდება ამას ვერ ვიტა საერთოდ აქ შევეცადეთ რომ არის რა შეეხება ახლა ხათუნა მე მაინც ვარქო ხათუნას წიგნია კარგი ბატონო ჩვენი წიგნია ეს ჩემი ნამდვილად არ არის ჩემი ემოცია დებს სხვათა შორის ახლა ნუ საფრანგეთში ბევრი კარგი წიგნის წარდგენა იყო მაგრამ მაინც ვიტყვი იმას რომ ამ წიგნს მაინც განსაკუთრებული გამოხმაურება ჰქონდა რა თვალსაზრისით რომ ახლა ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია და ბევრმა არ იცის იქ რა ნიუანსებთან გვაქვს საქმე როცა მწვერვალზე ადიხარ ან ჩამოდიხარ. აი სწორედ ეს ემოცია არის ალბათ ამ წიგნში გამოცემული. ამიტომ ჩვენი საზრით ძალიან საინტერესო. 4-ვე ამ გამოჩენილ ახლა თან სულ ყოველთვის ვამოჩენ. სოფლიო მნიშვნელობის არის 4-ვე. ახლა ჯერ ერთი ალექსანდრა ჯაფარიძე თამამად ვამბობთ ამას უკვე, იმიტომ რომ გაიხსნა ყველაფერი ვიცით უკვე ვინ როდის სად დადიოდა. ქალები ახლა მე-18 საუკუნეშიც კი აყავდათ ხოლმე εμას, მაგრამ ეს არ არის. სოფლიოში ქალთა სპორტული ალპინიზმის ფუძემდებელი არის ალექსანდრა ჯაფარიძე. მან დაიწყო, ესე იგი, დაიწყო უშბით.
ჯერნუ მყინვარტოზე ავიდა და მერე თეთნულზე ავიდა 30 წელს სიმონის დაღუპვის ძმის დაღუპვის წლის თავზე თავის ძმასთან ალიოშასთან ალიოშას პირველად წავიდა მაშინ მთაში და 34 წელს როცა პირველი საბჭო მაშინ ესე იყო საბჭოთა სისტემის ნაწილი ვიყავით პირველი საბჭოთა ასვლა პირველი ქართული ასვლა მოხდა 1934 წელს უშბაზე და უშბა მთელ მსოფლიოში ითვლებოდა ყველაზე რთულ მწერალს. უშბაზე ასვლელი კაცი და 1868 წელს ინგლისში დაარსდა უშბის კლუბი. ესე იგი უშბის კლუბის ლონდონში უშბის კლუბის წევრი ხდებოდა ყველა, ვინც უშბაზე ავიდოდა. ავტომატურად ხდებოდა ამ კლუბის წევრი. პირველი ქალი იყო ალექსანდრა და მე ყველა ესენი ეს დაწერეს კიდევაც ვინც იყო ახლა 4-ეული ავიდა ალიოშა და ალექსანდრა დაძმა მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი გიონი გურიანი. ახლა ხანდახან აღრეულია ხოლმე სხვა საბრალებენ თქვა თვითონ პირველი სვანი უშბაზე ამსვლელი პირველი სვანი უშბაზე ამსვლელი იყო გიონი გურიანი. იქ ვიღაცებს ამბობენ რომ გამყოლებად იყვნენ და ერთი იყო რიკმერსის ექსპედიციაში ვინც გამყოლად იყო სვანი მურატ კიბოლანი და იმაზე ამბობდა ის არასრულ ეს ექსპედიცია მურატ კიბოლანი მარტო ხო არ ავიდა იქ ხო და მე ამას ვასწორებ ხოლმე როცა ეგეთი ეს არის პირველი სვანი იყო გიონი გურიანი პირველი მოხევე ვინც უშბაზე ავიდა იყო იაგორ კაზალიკაშვილი და იაგორ კაზალიკაშვილი იყო ახლა მაშინ სახალხო მთქმელი ესე ამბობდნენ მაგრამ იყო პოეტი და უშბაზე ასვლა ჩამოსვლის მთელი ეს ეპოპეა აქ გალექსელი და ალექსანდრე ნათქვამი და თვითონ ძალიან როგორც ჩანს მაინც ეს ლექსი რო შეგიძლია დაწერო და სხვანაირად მუშაობს ტვინი ურთიერთობაშიაც იყო არაჩვეულებრივი რა ესე იგი სადაც იაგორა იყო იქ ყველაფერი იყო გამართული და არავის არაფრის შიში არ ქონდა იმიტომ რომ თვითონ ეს დინჯი მოხევენ ამდელი ესეთი რაღაცა და აი ამის იმედი ქონდათ და მე მაინც მინდა თქვა ახლა ამ წიგნზე რომ აი ძალიან დიდი გამოხმაურება მოხდა ახლა იმ დარბაზში სადაც ჩვენ ვიყავით ხალხი ფეხზე იდგა ესე მოვიდა იმიტომ რომ აინტერესებდა ყველას ახლა იქ ქონდა ცოტა დრო რომ ცალ-ცალკე გვესაუბრა ალექსანდრაზე მიშა ხერგიანზე გურამ თიკანაძეზე იყო მის საშუალება რა თქმა უნდა არჩი ვიდეოც გადიოდა და საოცრად ემოციური მე მგონი ერთადერთი ვიყავი ახლა ნუ ძველი თაობის რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვინც ახლა 4-ვეს ვიცნობდი. ახლა ბევრი არის, ალექსანდრას აღარ მოსწრებია ახალი თაობა. და მაგითო ახლა ალექსანდრაზედაც მოვყევი, თქვა მიშა ხერგიანზედაც და გურამ თიკანაძეზე. ახლა 4-ვე მსოფლიო მნიშვნელობის დასრულებული მეთქი. მაინც ახლა აქცენტს ვაკეთებ ხოლმე გურამ თიკანაძეზე, იმიტომ რომ გურამ თიკანაძე იმ მასშტაბის მთავსულელი, როგორც თქვა მიშა ხერგიანი იყო, ან თქვა თუნდაც ალექსანდრა არ იყო, მაგრამ სოფლიოში ცნობილი გახდა სწორედ გურამ თიკანაძე იმით რომ მან უკდავყო მწვერვალზე ასვლის პერიპეტიები. მარტო ერთი ფოტო ახლა ეს რაღაც ემასავით გამოვიდა ბედის წერასავით და წერასთან მეტყველურად გამოვიდა რომ მას აქვს ერთი ფოტო მოწყვეტა აილამიდან. აილამა მწვერვალია. იქ აქ და ესე იგი მე სულ დღემდე გაოცებული ვარ ხა მეც გადამიღია ამ თაშიაც და ბარჩიაც ფოტო მიხმარია მაგრამ როგორ ქონდა მომზადებული ისე რომ აი ეს კაცი რომელიც მოწყვეს ხო წამების ამბავია და როგორ დააფიქსირა მაგრამ ეს უნიკალური იყო გურამ იმ წელიწადსაც იქ ვიყავი სწორედ როცა დაიღუპა და მე და ალექსანდრა ჯაფარიძემ ჩამოვიტანეთ თბილისში ეს ამბავი რომ აი გურამის ესეთი ძალიან კარგი ამბავია რომ ფრანგები ასე დაინტერესდნენ ქართველი უსმენელს. ნუ რაც შეეხება ახლა საფრანგეთმა და ინგლისმა მიშა ხერგიანით გაიცნო საქართველოს და მას დიდი სახელი ჰქონდა. ამიტომ მიხარია რომ ფრანგულად არის. ხო, რაღაცა აი ამიტია მნიშვნელოვანია. და დაიკითხავენ კი ბატონო პირველი პრეზენტაცია ესე იგი საფრანგეთში ჩატარდა და მეორე უკვე ჩვენთან საქართველოს და ამაზე გვინდა რომ გვიამბოთ სხვადასხვა პრეზენტაციები იქნება თბილისშიც აი წიგნის ფესტივალზე კვირის ბოლოს და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი გაკეთდება მესტიაში სადაც არის ამ წიგნის ადგილი მე თუ მკითხავთ და იცით რა წიგნზე მაინც წიგნზე გადავერთვები იმიტომ რომ მე არ მინდა ბატონო ვანო რომ ყველა იმაზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ თუნდაც იმიტომ რომ წაიკითხეთ აქ არის ამაზე ყველაზე ეს მაგრამ
თვითონ წიგნია თავისთავად უნიკალური, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო წიგნი, ეს არის რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ ყდაში ყველას მოსდევს ის მარკები, რომელიც გამოვეცით და აი ეს მარკები თავისთავად არის უნიკალური, იმიტომ რომ არის შეზღუდული რაოდენობით და პირველ 300 წიგნს მოყვება თან, ასე რომ არის ერთგვარი სუვენირიც, არაჩვეულებრივი საჩუქარიც და ძალიან გამიხარდება თუ ის დაფასება ექნება, თან არის მჩატე და ადვილი წასაღები. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და კიდევ რა არის, იცით ბატონო, მე თუ მკითხავთ, თან ფერების მიხედვით არის რომ არაირიოც და იმ წამსო მივიდეთ რომ იმასე მარკები მოსდევს ბუნებრივია თავად. არ დავივიწყეთ არავინ, შევეცადეთ რომ ყველა შევეცადეთ. ნუ არ გამოგვივიდოთ, იმიტომ რომ არ არის ეს იმხელა წიგნი, როგორც ბატონ ივანოს 600 გვერდიანი ნაშრომებია, სადაც მართლა ყველა ყავს მოხსენიებული, მაგრამ შევეცადეთ რომ ბოლომდე აფიგიგანი ბენო ქაშაკაშვილი, რომელმაც გაიარა სუალტოს ის გზა, სადაც დაიღუპა მიშა ხერგიანი, ეს რომ არ აგვეგნიშნა, არ შეიძლებოდა ბუნებრივია და ნუ აჩკო ბადრიაშვილი ეს საოცაცებდიანი, იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაც მოხდა და მე იმ წელს იყო ჩვენთან ფესტივალზე რაინჰოლდ მესნერთან ერთად არჩილიც იყო ჩვენი საპატიო სტუმარი და სულ მაგ შეგრძნება რომ მე ის სათანადოდ აი როგორ შეიძლება არ მომადგეს რემლე ეს ბავშვობის ფოტო ნახეთ რა უკვე ძინავს იმით თავზე ქუდით ჩაფხუტით რომ უკვე მზად არის მთაზე ასასვლელი არჩილიც მოვლენა იყო არა ეს საოცრება იყო და ახლა მე იქაც თქვი და ყოველთვის ვიმეორებ ამას რომ საერთოდ მთასულობაში ძალიან მაღალი ინტელექტუალური ხალხი მოღვაწეობდა და საფუძველიც ასეთმა ხალხმა ჩაუყარა და მე მაგას ვამბობ რომ აი ამ ინტელექტუალებში ვინც შეეპოქა შექმნა ქართულ და მსოფლიო ალპინში შეიძლება თამამად თქვა ქართველებმა აი ყველას ეს ინტელექტი იყო დამუყრელი არჩილში თან თვითონ ექიმი იყო და უკვე ამ პატარა ბიჭმა შეიძლება ასე ვთქვა დაიწყო ფიქრი იმაზე რომ როგორ შეუმსუბუქოს თქვა თასვლელს ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ უკეთესად იყოს და უკეთესად იაროს. აი ამაზე ფიქრი დაიწყო და მას რომ დასრულდა ეს ძალიან დიდ რამეს გააკეთებდა. ალპინისტებისთვის, თასვლებისთვის ზოგადად იცით რა გააკეთებს კიდევ, იმიტომ რომ დაარსდა არჩილ ბადრიაშვილის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მთასვლელებს და სპორტსმენებს და ეს ძალიან დიდი რამეა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი რაღაც პრეცედენტი დაიშვა და ბევრი კარგი საქმე გააკეთეს უკვე და კიდევ გააკეთება. ხათუნა კიდევ ერთი წიგნი გამოვიცით მესტის ორი სიტყვით კიდევ თქვა და თუ დავჩად რომ მე გადავალ მეორეზეც ჩვენ არავინ არ დავივიწყეთ თქვი და იყო ასეთი ჩემთვის ფენომენალური ქალი. ეს არის მაკრინე ქურდიანი, რომელიც იყო აბსოლუტურად ყველა მთასვლის დედა. უშხვანარში ცხოვრობდა და ვინც კი მიდიოდა უშპაზე, ყველა რჩებოდა მასთან. ის უმასპინძლებდა, უკეთებდა სადილს, მისთვის ბაზა ქონდა. უნებურად აი ესე მოხდა და აბსოლუტურად ყველას ულოცავდა გზას. მე უტირია რომ რომამოსულიყო ჩემთანო იმ წელსო მიშა ხერგიანიო გზის დასალოცო და ეს არ მოვიდოდ და იგივე ტიკანაძეზეც და ისიც არ დავივიწყეთ და მაკრინესაც მიეძღვნა ერთი თავი. ანუ შევეცადეთ რომ ყველანი ყოფილიყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა ბევრთან ბოდიში გვექნება მოსახდენთ რომ ყველას ვერ ჩავატებთ და ყველა ფოტოს ვერ ჩავატევდით და არჩილ ბადრიაშვილზე მინდა ერთი სიტყვა ვთქვა, აი ემოციაზე რომ მკითხეთ. მე სულ ტიროდი მაგალითად და როცა ჩვენთან იყო ფესტივალზე მესნერთან იყო შეხვედრა კოცონთან და შეკითხვებს უსვამდი და როგორ დაუმეგობრდა მესნერს აი ეს მინდა ვთქვა ზუსტად ეს ლეგენდა კაცი ესე იგი ამ პატარა ბიჭს იმ წელს მიწვეული ყავდა და ერთმანეთს საოცარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და დაპატიჟა ოქტომბერში უნდა ჩასულიყო იტალიაში მასთან და ეს მოხდა და იკითხე სტუმარმა კითხა რომ ბატონო მესნერო თუ გიტირიათ ოდესმეო და ისეთი ორჭოფული პასუხი გასცა რომ ვერ გავიგეთ უტირია თუ არა და მე როცა დაურეკე და არჩილის ამბავი უთხარი ეს იყო დუმილი და აი ვერ ვიკავებთ რემლებს და მაშინ თქვი რომ აი გასცა პასუხი თავის შეკითხვას თქო. ნუ საოცარი ამბები არის აქ მოთხრობილი და არჩილისზე ვიტყვი 6 ჯერ იყო ოქროს წერაყინზე წარდგენილი, ეს არის წარმოუდგენელი შედეგი. თავის ბიჭებთან ერთად ბუნებრივია ტეფნაძე და გელაშვილი თასვლობის ოსკარი შეიძლება. სამი გენიუსი, მოდით ასე ვთქვათ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, იმიტომ რომ ფაქტიურად ქართული ალპინისტი თუ სპორტი დღეს აი ესე ცნობილია ამ ბიჭების დიდი დამსახურება დღეს. თუმცა წინა წლებში ბუნებრივია ბევრი სასიკათულო და კარგი. მნიშვნელოვანია რომ იგივე ჰიმალაებში ქართული მარშრუტები როა, ქართული გზები
ეს არის სწორედ აი არჩილ ბადრიაშვილის და მისი მეგობრების გაყვარული გზა ურთულეს მწვერვალებზე. ხათუნა კიდევ ერთ წიგნზე მინდა რომ მოვასწროთ საუბარი. მოვასწროთ ბატონო, იცით რა? აი მესტიის ფესტივალს დავამატეთ აი ესეთი პატარა რუბრიკა, რომ აი კინოს თემატიკის და მთის თემატიკის წიგნების გამოცემა და ამ გამოცემისთვის 1000 მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და მწერალთა სახლს, იმიტომ რომ მათი ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერი და აი 1000 მადლობა მინდა აქედან ვუთხრა ყველას, ვინც გვერდით გვედგა და რა ვიცი, ძალიან საინტერესო ამბები დაიწყება, მე ასე მგონია და ეს გახლავთ კიდე სცენარი, რომანი, მე 6 კვირა გახდით კულტურის მინისტრის მოადგილე, ასეთი დროც იყო ერთ დროს. და აი ის თავგადასავალი, ის ცოტა აბსურდული, ცოტა ზევდიანი ბევრი იუმორით ირაკლი სამსონაძესთან ერთად გამოვეცით წიგნაც და ქვია კოჰაბიტატორი და 2017 წელს არის დაწერილი და ქვეყანაში არის კოჰაბიტაციის ვირუსი და ყველანი დავდივართ ნიღბით და რო შევიტანე კინოცენტრში, გწო ამდენ ნიღბიან კაცო სადი მთელი სამყარო დადის ნიღბით. 2 წელიწადში კი იცით რაც მოხდა, კიდევ კარგი ვერ გადავიღეთ, თორემ მე და ირაკლის და ჩემთვის აი საოცარი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ერთი წიგნი ირაკლი სამსონაძესთან ერთად და მეორე წიგნი ივანე ჯაფარიძესთან ერთად. ნუ ამაზე მეტი რა შეიძლება ვისურვო როგორც ქალმა, როგორც ავტორმა, აი ორი ესეთი ვაშკაცი და ესეთი გამოჩენილი ადამიანი მედგა გვერდით და მადლობა მთარგმნელებს ასევე, იმიტომ რომ ძალიან რთული სათარგმნია ასეთი წიგნები. ინგლისურად ირაკლი ბერიძემ თარგმნა, მარიამ კვესალავამ ფანტასტიკური მთარგმნელი და რა ვიცი, ყველას მინდა მადლობა უთხრა და დიზაინერს, რომელიც არის ჩვენი წიგნების დიზაინერი, მარკების დიზაინერი, წიგნების და მესტიის ფესტივალის არის გიორგი მამულაშვილი, რომელიც ძალიან ფუთავს ამას და რა ვიცი, მე მგონი ძალიან უცნაური წიგნი გამოვიდა და ძალიან საინტერესო კონკურსი, სხვათა შორის მთის თემატიკის წიგნების ესეთი უცნაური კონკურსიც ტარდება. და რა ვიცი, იქ არის გაგზავნილი და ვნახოთ თუ რამე საინტერესო მოხდა, ისევ გეწვევით. კი, რა თქმა უნდა, მანამდე ყველას გეპატიჟებით 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების ფესტივალზე მესტიის. სიამოვნებაა, სვანეთში ნამყოფი და რატომაც არა სიამოვნებაა. რომ აი ჩემ ცხოვრებაში მე კიდევ ერთხელ გამოვცადე რა არის შემოქმედ ადამიანთან ურთიერთობა და ერთად შრომა. აი ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ტანდემი შედგა. ყინვალე შედგა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერს და დაგემშვიდობთ. ველოდებით მესტიაში. სიამოვნებაა.